ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ევროპაში კვლავ განიხილავენ. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზალაში შესვლიდან 10 დღის შემდეგ ლუქსემბურგში შეკრებილმა 27-მა ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვითარება მყიფედ შეაფასა. შესაბამისად ისრაელის ხელისუფლებაზე ზეწოლა კვლავ გაგრძელდება, განაცხადა კაია კალასმა. ცეცხლის შეწყვეტამ კონტექსტის შეცვალა, ეს ყველასთვის ნათელია. თუმცა თუ ადგილზე რეალურ და მდგრად ცვლილებებს არ დავინახავთ, მათ შორის თუ ღაზას უფრო მეტი დახმარება არ მიეწოდა, სანქციები საფრთხე კვლავ აქტუალური იქნება. როგორც კალასი ამბობს, ერთ-ერთი წინაპირობა ჟურნალისტებისა და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისთვის ღაზის სექტორში შეშვება და არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შეუზღუდავი შესაძლებლობაა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ თვეს ევროკომისიას ისრაელის წინააღმდეგ საჭიროების შემთხვევაში გარკვეული ზომების მიღებისკენ მოუწოდა. ეს ზომებია ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერება, ორმხრივი დახმარების გაყინვა და ინდივიდუალური სანქციების დაწესება, ორი ისრაელელი ულტრამემარჯვენე მინისტრისა და დასავლეთ სანაპიროზე მყოფი მოძალადე ისრაელელების წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.